სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე სოფლის ნობათის პროდუქციის 5 ნიმუში, მათ შორის საბავშვო რძეშიც აფლატოქსინი აღმოაჩინეს. სააგენტოში ამბობენ, რომ ნივთიერება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია, კონკრეტულ პარტიაში მხოლოდ მცირე რაოდენობით გამოვლინდა და მაღაზიათა ქსელებიდანაც უკვე სრულად ამოღებულია. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება მუდმივი ყოველწლიური კონტროლი რძის მეწარმე ყველა ბიზნეს ოპერატორის. გარდა იმისა, რომ საწარმოო პროცესი მოწმდება ასევე ბაზარზე განთავსებული ყველა დასახელების რძის ნაწარმი, მათ შორის სასმელი რძეც, მათ შორის აღნიშნული ბიზნეს ოპერატორის რძეც არაერთხელ იქნა შემოწმებული. ეს კონკრეტული ფაქტი დაკავშირებული იყო მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიებთან, სადაც აღმოჩნდა შეუსაბამობა ლაბორატორიული გამოცდებით. იმავე დღეს მოხდა დაიწყო ამ კონკრეტული პარტიების ამოღება ბაზრიდან. მინდა დავამხმაროთ ჩვენი მომხმარებელი, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს, თუ კი რაიმე კიდე დარჩენილია ეჭვმეპარება აღნიშნული პარტიების გამოთხოვა ბაზრიდან. სოფლის ნობათში განმარტავენ, რომ აღნიშნული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა დეტალების დაზუსტებამდე კომპანია რძის მომწოდებელ აზერბაიჯანულ პარტნიორთან თანამშრომლობას დროებით წყვეტს. გვინდა აღნიშნოთ, რომ მოცემული პროდუქტი მომხმარებლისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა სააგენტოს დადგენილებით არსებობს ვარაუდი, რომ იგი შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს. მოთხოვნების ტექნიკურ დეტალებში შეუთანხმებლობისა და გაურკვევლობის აღმოსაფხრელად ჩვენ აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ შესაბამის ორგანოებთან, რათა ყველაფერი უფრო ცხადი და გასაგები გახდეს. ჩვენ ვწყვეტ თანამშრომლობას ზემოთხსენებულ აზერბაიჯანელ პარტნიორებთან მანამ სანამ ყველა ტექნიკური დეტალი არ დაზუსტდება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ აზერბაიჯანში წარმოებული ულტრაპასტერიზებული რძის მცირე რაოდენობაზე და არანაირად არ მოქმედებს სოფლის ნობათის ქართულ საწარმოში დამზადებულ პროდუქტებზე. სოფლის ნობათის რძის პროდუქტში რომ გარკვეული ნორმები დაირღვა, ამას ინფექციონისტები და მედიკოსებიც ამბობენ. თუმცა განმარტავენ, რომ ნიმუშებში დაფიქსირებული გადაჭარბებული ზღვრული კონცენტრაცია საფრთხის შემცველი არ არის და ის მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევდა. ტოქსინი იმიტომ ქვია, რომ შხამია, მაგრამ მისი ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია ბევრად უნდა აჭარბებდეს, თქვა, დასაშვები და ეს უნდა ხდებოდეს ძალიან ხანგრძლივად, რომ მან რაიმე ეფექტი მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ის რომ აი ამ მინიმალურად გადაჭარბებულ მაჩვენებელს შეეძლო ბავშვის ჯანმრთელობაზე სერიოზული ზემოქმედება, განსაკუთრებით ხშირად კეთდება აქცენტი ღვიძლის კიბოს განვითარების რისკზე, ამ დოზის შემთხვევაში არასწორია და არანაირი პირდაპირი კავშირი ესეთ უბრალოდ გადაჭარბებულ დოზასა და ღვიძლის კიბოს განვითარების რის შორის, რა თქმა უნდა, არ არსებობს. საქართველოში დასაშვების დოზა არის 0.05, რომელიც არის ევროპული დოზა, ევროპული სტანდარტი. ამერიკის Food and Drug Agency-ის კვების და წამლების სააგენტოს მიერ დასაშვების ზომა არის 0.5. ესე იგი საქართველოში უფრო ნაკლები დოზაა, ვიდრე ამერიკის სააგენტოს მიერ არის დასაშვები. აფლატოქსინი მწვავე მოწამვლა არ არსებობს. მწვავე მოწამვლას არ იწვევს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაბორატორიული კვლევების შედეგები 3 აპრილს გამოაქვეყნა და მომწამლავი ნივთიერების შემცველი სასმელი რძე საბავშვო და სასმელი რძე რჩეულის ბაზრიდან გამოთხოვა იმავე დღესვე დაიწყო.